რაღაცნაირად ესე დამკვიდრდება შეხედულება, რომ არსებობს რაღაც ეგრეთ წოდებული პროდამედასავლეთეობა, რომელიც რატომღაც დაკავშირებული გინდა თუ არა უნდა გერქას ლიბერალი და თუ დაირქმევ შენ კონსერვატორს გინდა თუ არა უნდა იყო ამ ანტილიბერალური კლუბის წევრი და თითქოს რაღაცა ევრაზიული რუსული სივრცისკენ მიიწევ. ეს საერთოდ არასწორი დამოკიდებულებაა. ეგ ალტინფოსგან არის განპირობებული ჩვენთან ალბათ მაგალითად. ხო, ნუ ეს ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი ალტინფ, ესე იგი, ნუ ეს სადღაც რუსეთში მზადდებოდა ეს ხალხისა, რომელიც მე დაიწყო გავრცელება, სხვა შორის არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში ეს გავრცელებული, მათ შორის თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ ევროპის ქვეყნებშიც კი შეიძლება ნახოთ, ამერიკაშიც კი შეიძლება ნახოთ თქვენ ასეთ რაღაცა, რატომ რომ ესე იგი თითქოს პუტინმა რა გააკეთა ხა რომ ну, თქვა თანამედროვე სამყაროს ხო უწოდებენ ეგრეთ წოდებული ლიბერალურ სამყაროს. თუმცა ეს ლიბერალური ტერმინი ხო ძალიან ზოგადია ამ შემთხვევაში. ხო, ამ შემთხვევაში იგულისხმება უბრალოდ სამყაროს, სადაც მეტნაკლებად არის გავრცელებული თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიმოსვლა, სახელმწიფოს იზოლირებული, ხო, იზოლირებული და აღარ არის ანუ მეტი ყურადღება ადამიანის უფლებებს, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი შეხედულებაა, ხო? და თითქოს დასავლეთი დგას ასეთი იდეის უკან და უცებ პუტინი ფიქრობს ახლა რომ იწყებს რეინკარნაციას ამ ძველი რუსული იმპერიული სისტემის რა დაეკრდოს და აი მეაგნო უცებ ამას. მეაგნო ევროპაში ინდათ ასეთ ინტელექტუალებს რომელიც კონსერვატიზმისკენ გადახრილ თუმცა მათი კონსერვატორი საერთოდ სხვა რამეზე გადიოდა და ну ისინი თქვა დააბდობდნენ რომ ბევრი ტრადიციული ღირებულება როგორც იყო ოჯახი, ტრადიციული განათლების სისტემა და ბევრი რამ სახელმწიფო ზედმეტმა ჩარევამ ხანდახან გააუფასურა. რამაც საზოგადოებაში ისინი გარკვეულ გახლეჩილობა გამოიწვია, რაღაცა მორალური კრიზისები გამოიწვია და ნუ ეს ამაზე იყო ხა დასავლეთ დიდი ხანია გახსოვს ამაზე მსჯელობა 18 საუკუნის მერია ეს მსჯელობა და ეს უცებ რუსი პუტინმა ჩაავლო ამას ხელი და აი თვითონ დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება ის თვითონ ეს არის ამ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ღირებულებათა დამცველი. და ნუ თვითონ გამოეცხადა მხსნელად კაცობრიობას და უცებ აი და სადღაც დასავლეთში იქ ჩვეულებრივ მოსახლეობაში აღმოაჩნდა ალაგ-ალაგ ესე იგი ეს მხარდამჭერები იმ თვალსაზრისით რომ ეს მან ძალიან გეგმაზომიერად გააკეთა და გეგმა მოდი სიმართლე ვთქვათ მან კარგად დაგეგმა და კარგად შეასრულა ეს გეგმები გაგებით რომ უცებ დამპყრობელის სახე აღმოჩნდა რომ რაღაცა მორალური გადამრჩენი შეიძლება იყოს ვიღაც